ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი უკვე მეხუთე წელია არტით მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. აქ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით 7 სახელოვნებო წრე ფუნქციონირებს. სულ ახლახანს TBC ბანკმა ახალგაზრდული ცენტრის ნიჭიერ და გამორჩეულ 9 მოსწავლეს ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა. სტიპენდიანტებს შორის 8 წლის ბარბარე ჭაფოძეც აღმოჩნდა, რომელიც 2 წლიდან ხატვითაა დაინტერესებული. რაც კალამს მოვკიდე ხელი ვეღარ გავუშვი და როცა გავხდი 5 წლის შემოვედი ხატვაში. ხატავდი ძალიან ბევრს, ყველაზე მეტად მიყვარს ბუნების ხატვა. ბუნებაში გავდივარ, როცა გავდივარ ვერ ვეშვები ბუნების ხატვას. მინდა რომ დიდი მხატვარი გამოვიდე. ეხლა რას ხატავ ამ წუთში? ეხლა გოგონას ხატავ. როგორ ხასიათია შენი გოგონა? გაოცებულ ხასიათზეა. რატო, რამ გაუცა? არ ვიცი, მაგრამ ესე დავხატე რომ გაოცებულ ხასიათზეა. მე ხარტვა დავიწყე როცა ვიყავი ძალიან პატარა და პირველი ნახატი მახსოვს, რომელიც კარგად გამომივიდა, მართლა კარგად გამომივიდა, მახსოვს. პატარა ლეკვი დავხატე, სათამაშო მქონდა. ხო და მის მერე ვეღარ გავჩერდი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ხატო და მამა ჩემიც ხატავდა ცოტას და დედა ჩემის ნათლის ქმარიც ხატავდა და როცა უყურებდი როგორ ხატავდა და მაინტერესა და ნელ-ნელა მეც ვისწავლე მე ხატო. როცა შემოვედით ისეთი თვილად შევხვდნენ, ასე მეგონა ოჯახში შევედი, რომელსაც 2 წელია ვიცნობ. მომავალში რას აპირებს? მომავალში უნდა გავყვე ხატვას და ან ანიმატორი გამოვალ, ან დიზაინერი. მე ძალიან მომწონდა ხატვა, დავიწყე 4 წლიდან. როცა პირველი ნახატი დავხატე, ჯერ არ მომწონდა. და როცა 7 წლის გავხდი და ძალიან ლამაზად ხატავდი, მე ხატვაში შემოვედი. ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში სამხატვრო წრის გარდა ქართული, ლათინო, ამერიკული ცეკვებისა და ბალეტის სტუდიებიც ფუნქციონირებს. ცენტრის სხვადასხვა წრის მოსწავლეები ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული. მე მიყვარს ძალიან სიმღერა და ეხლა კონფეტებს წვიმა მივყე. ვინ გასწავლა? თიკა. მე უნდა გამოვიდე მომღერალი, ეხლა მიმღერეთ თეთრი ზღაპარი და გვასწავლა თიკა მასწავლებელმა. შენ გიყვარს სიმღერა? კი. მიყვარს სიმღერა. ვინ მოგიყვანა? დედიკა. შენ ამდენი ხარია სიმღერები? მე ახლა მოვედი და 1 წელი არის უკვე. ყველაზე მეტად რომელი სიმღერა გიყვარს? ყველაზე მეტად თეთრი ზღაპარი ახლა რაც მომღერეთ. განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან ვოკალური სტუდიის მოსწავლეებიც. ნუკი. ნუკი? რამდენი წლის ხარ? 5. და აქ ვინ მოგიყვანა? დედა და ჩემ დაიკავდა მამამ. მე მომიყვანა დედიკო, მარტო დედიკო. რამდენი წლის ხარ? 5. რა ცეკვები ისწავლე? რა ცეკვები და ბევრი. ყველაზე მეტად პეპელა მომწონს. პეპელის ცეკვა. და მემზადებით კონცერტისთვის, ხო? თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალაქში ახალგაზრდული ცენტრის არსებობა, ამის შესახებ ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე გვესაუბრა. წელს გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი ფილიალი დაგვემატებინა, იმიტომ რომ არაფორმალური განათლების განვრცობამ და საჭიროებამ დაგვანახა ის, რომ აუცილებელი იყო კიდევ უფრო გავწეულიყავით ქალაქის გარეუბნებში. რატომ არის გარეუბნის დატვირთვა და ურბანიზაცია მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მაქსიმალურად მეტი ბავშვი იქნეს ჩართული არაფორმალური განათლების კუთხით, იმიტომ რომ არაფორმალური განათლება თავის მხრივ არ მოიცავს მხოლოდ სახელოვნებო დარგების სწავლას და ამ ხელოვნების ფორმების მნიშვნელობით განათლების მიღებას. ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენს ცენტრში ყოველ შემთხვევაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასთან. ამიტომ ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ბავშვი იქნება მასში ჩართული, მნიშვნელოვანია.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი 80-მდე მოსწავლეს ზრდის. ცენტრში 4-დან 10 წლამდე ბავშვები მიიღებიან. ახალგაზრდული ცენტრი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში იმ სფეროების გაერთიანებას, რომლებსაც სასკოლო განათლების კუთხით ყურადღება ნაკლებად ექცევა. თუმცა განათლების ადამიანის განვითარებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის აუცილებელია. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.